როგორ ვაკეთებდი იცით ვარჯიშებს? აი მიპარვით შეიძლება ითქვას, მიპარვით. ესე იგი თუ გავაკეთებდი დღეს 7-ს, ხვალ არ ვცდილობდი რომ გამეკეთებია 8 და 9. 7-ს ვაკეთებდი ხვალაც. ზეგად 7-ს ვაკეთებდი. და ბოლოს თვითონ კუნთი და გული მეუბნებოდა, რომ ჯუმბერ, რა ეს 7 რას დაგიჩემებია? გააკეთე, 9 შეგიძლია უკვე გააკეთო. აი ასე მიპარვით 1000-ებზე ავედი. 999 რომ მქონია გაკეთებული, რომ მოვიდა სიგნალი, რომ გაჩერდი. ვჩერდებოდი. ერთი ხო საინტერესო იქნებოდა, 1-იც და 1000 იქნება, 4 ნიშნა. არ ვაკეთებდი. მართლაც აი ყველაზე ისეთი შედეგები ვარჩენე წოლბჯენდე ამ კლავებზე აზიდვებში, რომ ეს გახმაურდა ძალიან თელ მსოფლიოში. გახმაურდა იმიტომ, რომ პირველი შემთხვევა იყო, რომ ერთი პიროვნების ხელში იყო 1 საათიანი, 6 საათიანი, 12 საათიანი, 24 საათიანი, 100 დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში წოლბჯენდე ამ კლავებზე აზიდვების ყველა დროითი ნორმატიული რეკორდი. ესეც პირველი შემთხვევა, არა მარტო ის შედეგებით, თითოეული. შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ჯუმბერო, შენო შემთხვევით იპოვე ეგ ვარჯიშიო და ეგ არაფერი არ არისო, იმუშავეო და გააკეთეო. აი შენ რომ გაგეკეთებია ის, რაც იმოქმედებდა ნაწლავებზეო, ვერ შეძლებდი რეკორდის დამყარებასო. როდესაც მე რეკორდებს ვამყარებდი, ჩემი გული წუთში ამუშავებდა 16 ლიტრ სიზმრს. ეს როგორი შედეგია, იცით, აი ყველა ნებისმიერი მსოფლიო რეკორდსმენი, როცა რეკორდს ამყარებს, მაქსიმუმ 4 ლიტრ სისხლს ამუშავებს 1 წუთში და ჩემი გული 16 litrს. შენო ალბათ ან 2 გული გაქვსო, ან და სხვანაირი ისინი კაპილარები და ხო? ნუ ამაში გაოცებულები იყვნენ ამაზეთ. შემდეგ გაოცებულები იყვნენ იმით, რომ საერთოდ ადამიანის კუნთების შესაძლებლობა, გულის შესაძლებლობა შეიძლება ადამიანმა აიტანოს ერთი დღეღამის განმავლობაში 2800 ტონა ტვირთის აწევა. როდესაც ალექსეევი როცა ის იყო ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, მისი დღიური ვარჯიში შეადგენდა 25 ტონას და ჩემი დღიური ვარჯიში შეადგენდა 6708 ტონას.